2 წლამდე ბავშვმა არ იცის თამაში, აი დაბადების დღეს რო უხდიან და ყველა რო ცალ-ცალკე დადის და რო უნდათ რო ერთად ითამაშო, ვერ ითამაშებს 3 წლამდე ბავშვი, იმიტომ რომ მას არ აქვს აი ეს მომენტი გაზიარების, რომ მე მოგცე სათამაშო, შენ მომცე. მერეც ეგოცენტრულები არიან, მაგრამ აი რაღაცნაირად არ ეთმობა. და ნუ 3 წლიდან ძალიან სერიოზული ის იწყება მე კონცეფციის ჩამოყალიბება საკუთარ თავს პირველ პირში, გოგო ვარ, ბიჭი ვარ ეს და უკვე შეუძლია ნახეთ აღქმა აქვს დიფუზური და დიფუზური რას ნიშნავს რომ მულტფილმის გმირი, წიგნის გმირი, ბებია, ბაბუა, ტელევიზორში ნანა ყველაფერი არის ათქვეფილი და გამოდიფერენცირება ხდება საკუთარი თავის ამ ფენომენოლოგიური ველიდან და რა არის მე რო დავფიქრდეთ, ვინ არის ეს მე და საიდან მოვიდა ეს მე და ეს წარმოდგენები ამაზე. აი სწორედ ეს ხდება სოციალიზაციის პროცესში და იმ 3 წლის ასაკიდან, როდესაც მე მექმნება წარმოდგენები, რომ მე ვარ მარინა, მე ვარ გოგო და ასე შემდეგ. ხო და ამ დროს უკვე ბავშვს შეუძლია ითამაშოს და შემოდის სიმბოლიზმი. ბავშვების შემთხვევაში ეს რას ნიშნავს, რომ ცხოველს აცოცხლებს, სათამაშოს აცოცხლებს, თოჯინას, ტკივა, ცხენი, ჯოხი შეიძლება იყოს ცხენი და ითამაშოს ჯოხიდან ეს წარმოსახვით აზროვნებას უმვითარებს ძალიან კარგად. ამ დროს თამაშობენ პოლიციელობანას თუ, რა ვიცი, სახლობანას თუ, ომობანას და სხვადასხვა თამაშებს და კარგია თუ თამაშობენ, იმიტომ რომ არ შეიძლება 2-3 წლის ბავშვი ახლა რო დავიწყე პლანშეტით იჯდეს და პლანშეტში თამაშობდეს ამას. უზნაძე ამბობდა, რომ თამაში არის მომზადება მომავალი ცხოვრებისთვის. ანუ ბავშვი, რომელიც თვეების ბავშვი ხელებს და ფეხებს იქნევს, ის ემზადება სიარულისთვის, ემზადება ხელი რომ მოიხმაროს. როდესაც მე იწყებს რაღაცის თამაში, დედობანა, მამობანა თუ რასაც თამაშობს, ემზადება აი იგივე სკოლაში წასვლისთვის, რაღაც მომავალში ოჯახის შექმნისთვის, იგივე სკოლაში შეიძლება მასწავლებლობანა და ასე შემდეგ. რასაც ბავშვები თამაშობენ, ეს არის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი.